პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ რაღაც წერილის გამოქვეყნებას აანონსებს. დღევანდელი მოკლე გზავნილის მიხედვით მან შექმნა მოლოდინი, რომ ეს წერილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ყოფილი პრემიერ-მინისტრი წერს, რომ დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილსა და მთელ ხელისუფლებას. ღარიბაშვილი ფაქტობრივად ამბობს, რომ მას სხვა გზა არ დაუტოვეს თუ არა საჯაროობა, თუმცა მისმა ანონსმა გააჩინა კითხვა ხვალისთვის, რატომ გადადო პრემიერმა სათქმელი პატიმარმა ყოფილმა პრემიერმა სათქმელი. გაიმართება თუ არა ერთდღიანი ვაჭრობა იმ საკითხზე, რასაც ის წერს და რაც მისი ნაწერის მიხედვით რაღაც ახალი ბრალის აღიარების მოთხოვნას უნდა მიანიშნებდეს. ღარიბაშვილი მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ბრალი აღიარა. პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, მილიონი ლარის ჯარიმის გადახდას დასთანხმდა და ამისთვის 5 წლიან სასჯელსაც იხდის. ჩვენი ჟურნალისტი ნინი ბალანჩევაძე ცდილობდა ამოეხსნა ამ დრომდე და ახლა ცდილობს, რა არის ციხიდან ღარიბაშვილის გააქტიურების მიზეზი, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ივანიშვილის ეს ერთ-ერთი გამორჩეულად მორჩილი კადრი ახლა ციხიდან რამე ტიპის წინააღმდეგობას ბედავდეს. ნინი გისმენთ. დიახ, ნინო, ვიდრე მიზეზებზე დავიწყებ საუბარს, გეტყვით იმას, რომ ჩვენი გადამღები ჯგუფი რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობს უკვე ღარიბაშვილების საცხოვრებელ სახლთან. ჩვენ ვიღებთ იქედან ვიდეო მასალას, სადაც ჩანს, რომ საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არც დაცვა არის მობილიზებული. შესაბამისად, სავარაუდოა ის, რომ მათ შორის ნუნუკა თამაზაშვილი არ იმყოფება საცხოვრებელ სახლში, ადგილზე მხოლოდ არიან მედიის წარმომადგენლები და ცხადია ინტერესი არის ძალიან ბევრი ღარიბაშვილების ოჯახის მისამართით იმ წერილის გამოქვეყნების შემდგომ, რომელიც რამდენიმე საათის წინ ნახა მაყურებელმა, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რა ექნებათ სათქმელი ოჯახის წევრებს. ჩვენ ასევე ვიმყოფებოდით ლექსო თამაზაშვილის საცხოვრებელ სახლთან, თუმცა არც ის არ გამოჩენილა კამერებთან. ჩვენი გადამღები ჯგუფი რჩება ადგილზე და ცხადია იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი გამოჩნდა და მათ უპასუხეს ჩვენ კითხვებს, ამასთან დაკავშირებით მოგაწვით ინფორმაციას. რაც შეეხება მიზეზებს, სავარაუდოდ უკვე ხვალ გახდება ცნობილი უფრო მეტი რის თქმას და რა ინფორმაციის მიწოდებას აპირებს ყოფილი პრემიერის საზოგადოებისთვის. მანამდე კი ღარიბაშვილის სახელით გამოქვეყნებულ წერილში ორგზის ერთ ექს-პრემიერი პირველად და ღიად უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს, ერთ დროს მის მეხოთბეს, რომელსაც ახლა უკვე მჟავდებული ადრე ქვეყნის მოყვარულ და პატრიოტ პიროვნებად წარმოგვიჩენდა. დღეს კი, როგორც ჩანს, ღარიბაშვილისთვის რეალობა იმდენად შეიცვალა, ციხიდან გვიმტკიცებს, რომ მისთვის ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული წერილის გამოქვეყნება უკიდურესი ზომაა და რომას სხვა გზა არ დაუტოვეს. კონკრეტულად ვინ არის ამ წერილის ავტორი, ჩვენთვის უცნობია, თუმცა გამოქვეყნებულ განცხადებაში ღარიბაშვილი წერს, რომ გზავნილი ივანიშვილისგანაა და მზადდება მისი და მისი ოჯახის განადგურების გეგმა, რაზეც პასუხისმგებლობა სწორედ მას აკისრებს. წერილის მთავარი ხაზი კი ორი ვარიანტია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ყოფილ პრემიერს თავაზობს. პირველის მიხედვით მან ბოლომდე უნდა დაამტკიცოს მისი უდანაშაულობა და იდავოს, მეორეს მიხედვით კი უნდა აღიაროს ყველა დანაშაული, მათ შორის ის სავარაუდო დანაშაულების, რომლის დღიშუქზეც გამოტანასაც აპირებს ოცნების პროკურატურა. ამ ეჭვის საფუძველს კი წერილის ის ჩანაწერი გვაძლევს, სადაც საუბარია ახალ საპროცესო შეთანხმებებზე და იგივე მიდგომებზე, რაც ამ შემთხვევაში ღარიბაშვილთან დაკავშირებით წინა შემთხვევაშიც იყო, თუმცა ივანიშვილს აქ კიდევ ერთი პირობა აქვს, ციხიდან გამოსვლის შემდგომ პოლიტიკურ პროცესებს ღარიბაშვილი საერთოდ უნდა ჩამოშორდეს. ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა. სამწუხაროდ სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინარ აღუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას. ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას, უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს. დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას. ღარიბაშვილისთვის გაგზავნილი წერილი კი იწყება ირმა ინაშვილისა და დიტო ჩუბინიძის სახელების და გვარების ხსენებით და იქვე განმარტებულია, რომ მათ მიერ წარმოებულმა კამპანიამ სავარაუდოდ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ ქართული ოცნება ძალიან დააზიანა. კითხვებზე პასუხების მისაღებად ჩვენ ცოტა ხნის წინ პატრიოტთა ალიანსის ლიდერს დავუკავშირდით. ირმა ინაშვილი გვეუბნება, რომ მას არ სჭირდება ვინმეს წინააღმდეგ კამპანიის წარმოება, რადგან ივანიშვილის პრემიერ ირაკლი კობახიძეზე ისედაც საკუთარი მოსაზრება აქვს და ფიქრობს, რომ ის საბჭოთა კანონების ავტორი, ქართული პოლიტიკის დამაზიანებელი და ზიზღის გამღვივებელია, რის გამოც კობახიძემ უნდა დატოვოს პრემიერის თანამდებობა. რაც შეეხება ღარიბაშვილს, ინაშვილი ამბობს, რომ ხვალ უფრო მეც იტყვის გავრცელებული წერილის შესაბამისად, თუმცა ადასტურებს, რომ ექს-პრემიერი მისი დიდი ხნის მეგობარია. მე არ ვამბობ მეგობრებზე უარს,
და ჩემი მეგობარი დღისაცაა ირაკლი ღარიბაშვილი, არასდროს არ დამიტოვებია არც ერთი ჩემი მეგობარი, ეს ყველა მიცის და არც მას არ დავტოვებ, არანაირი კამპანია არასდროს არ დამიგეგმავს, არ მჭირდება მე ასეთი კამპანიები, იმიტომ რომ საკუთარ აზრს საჯაროდ ისედაც ვაფიქსირებ. კობახიძე არის ცრუმა ბეზღარა, ცილის მწამებელი, ყველანაირი ბოროტი, საბჭოთა კანონების ავტორი, დასმენების კანონებს გულისხმობ და დათესა მან უზარმაზარი აგრესია ჩვენ საზოგადოებაში, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ. ეს ჩანს ხომ ყოველდღიურ ცხოვრებაში. თული და დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებელია კობახიძის წასვლა, მან უნდა დატოვოს ეს თანამდებობა. ღარიბაშვილის კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით კრიტიკულმა მედიამ წლების განმავლობაში არაერთი საგამოძიებო რეპორტაჟი მოამზადა. კითხვები არსებობდა მამის ბიზნეს საქმიანობასთან მიმართებით, საიდან მიღებულ შემოსავალს ყოფილი პრემიერი დეკლარაციაში წლების განმავლობაში მალავდა და ამ ყველაფერს კანონიერი ბიზნეს საქმიანობით ფუთავდა. მხოლოდ 3 წელში მამისგან საჩუქრის სახით ღარიბაშვილმა 9 მილიონი ლარი მიიღო. ბოლო სკანდალი კი ჩარტერულ რეისს უკავშირდება, რაზეც ღარიბაშვილი გვიმტკიცებდა, რომ შვილი ამერიკაში მამის ფულით გაგზავნა. სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე კითხვების არსებობის მიუხედავად კი წლებია ქართული ოცნება დუმდა. ახლა კი ოპოზიცია დაარწმუნებულია, რომ საქმე შიდა კლანურ დაპირისპირებასთან გვაქვს, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება ბიძინა ივანიშვილის მაფიოზური მმართველობა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ღარიბაშვილმა დუმილი ნამდვილად დაარღვიოს და დეტალურად ისაუბროს გუნდის შიგნით არსებულ ვითარებაზე, კორუფციულ გარიგებებზე და ივანიშვილის მმართველობაზე. სხვა შემთხვევაში ამ განცხადებას ოპოზიცია ივანიშვილთან ვაჭრობის მექანიზმად განიხილავს. ბევრად უფრო ნათელი უნდა გახდეს და თავად ღარიბაშვილიც ბევრად უფრო მკაფიო უნდა იყოს თავის ამ განცხადებაში. მე არ მგონია რომ რაღაცა გმირობის აქტს შეიძლება კონდეს მისი მხრიდან ადგილი, თუმცა როგორც ჩანს რაღაც საგანგაშო არის, რადგან მის ოჯახს ეხება და ამ დროს მკაფიობა არის ყველაზე დიდი, ესე ვთქვათ, თავდაცვის საშუალება მისი მხრიდანაც და მისი ოჯახის წევრების მხრიდანაც. ყოფილი პრემიერ-მინისტრი უკვე საუბრობს ღიად მისი ოჯახის შესახებ შესაძლო მუქარებთან დაკავშირებით. ანუ ქვეყანაში ღიად მაფიოზური მმართველობა, რომელიც ქვეყანას მიაქანებს კორუფციულ ჭაობში და ეს კორუფციული ჭაობი და მაფიოზური მმართველობა ქვეყანაში შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენ ხედავთ, რომ ღარიბაშვილი იყო ბიძინა ივანიშვილის უახლოესი პიროვნება, მაგრამ ვინც კი ამ კორუფციულ მორევში, კორუფციულ მმართველობაში და მაფიოზურ მმართველობაში არის ჩართული სისტემა თვითონ, რომელიც შექმნილია, არავის არ ინდობს. ღარიბაშვილს გადარჩენის ერთადერთი შანსი აქვს, რომ ილაპარაკოს ღიად და დაუფარავად ყველა იმ სიბინძურეზე, რასაც ბიძინა ივანიშვილთან ერთად აკეთებდა, როდესაც ის იყო მთავრობის წევრი და ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ოლიგარქის ხელდასმით. თავის გადარჩენა თუ უნდა ღარიბაშვილს, მაშინ თავი და ოჯახის გადარჩენაც თუ უნდა, მაშინ მან ამ ყველაფერზე უნდა ილაპარაკოს ღიად. მაგრამ რასაც ახლა აკეთებს რეალურად ღარიბაშვილი და რასაც ახლა მთელი ამ პროცესის განმავლობაში აკეთებდა და დღევანდელი წერილითაც გამოჩნდა, ეს არის ის, რომ რეალურად ისე ვაჭრობს ბიძინა ივანიშვილი. და რა мотиваცია ქონდა ირაკლი ღარიბაშვილს ეს ხვალ წერილს თუ გამოაგვიხსნებს გავიგებთ, მაგრამ ცხადია რაც ხდება დღეს ქართულ ოცნებაში. ქართული ოცნება არის ჩამოშლის პირად და ქართულ ოცნებას აქვს ერთადერთი мотиваცია. ეს мотиваცია არის ბიძინა ივანიშვილს პირადად შეინარჩუნოს ამ ქვეყანაში კეთილდღეობა. ღარიბაშვილის სახელით გავრცელებული წერილი დღეს სოციალურ ქსელში ნუნუკა თამაზაშვილმაც გამოაქვეყნა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ღარიბაშვილის ცოლმა Facebook გვერდზე გაზიარებული ბიძინა ივანიშვილის საქებარი პოსტების საერთოდ წაშალა. მის გვერდზე ამ დროისთვის მხოლოდ ივანიშვილის და ღარიბაშვილის რამდენიმე ფოტო იძებნება. ჩვენ როგორც უკვე გითხარით, ცადეთ მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა ყოფილი პრემიერის ოჯახის წევრებისგან, დაუკავშირდით მეუღლეს, მამას, სხვა ნათესავებს, თუმცა ისინი ამ დრომდე სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. შესაბამისად, ახლა უკვე ველოდებით ხვალინდელ დღეს, როცა სავარაუდოდ საზოგადოება გაიგებს უფრო მეტს, რის თქმას სურს ყოფილ პრემიერს ივანიშვილის წინააღმდეგ.